მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მოვიტანეთ თქვენთან კვირის პროგნოზი, საჯარო ტაროს სეანსი კვირის უახლოესი ერთი კვირის ენერგიებთან დაკავშირებით. 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის დროის ინტერვალში რა ენერგიები შემოვა თქვენს ცხოვრებაში, როგორ განვითარდება თქვენი უახლოესი ერთი კვირა და რას უნდა ელოდეთ, რა სიახლეებს უნდა ელოდეთ ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. ჩაიფიქრეთ ინტუიციურად ერთი ვარიანტი, ტრადიციულად გვექნება სამი ვარიანტი. ჩაიფიქრეთ ერთი ვარიანტი. ან შეგიძლიათ მოისმინოთ სამივე ვარიანტის გაშლა და უკვე ამოტანილი ინფორმაციის სინთეზი, პროგნოზების სინთეზი გააკეთოთ თავად თქვენ. და მოდით ვნახოთ ვარიანტები. პირველი ვარიანტი კვირის პროგნოზი, მეორე ვარიანტი კვირის პროგნოზი, კვირის სიახლეები 21 დეკემბრიდან 27 დეკემბრის დროის ინტერვალში და მესამე ვარიანტი კვირის პროგნოზი, უახლოესი ერთი კვირის პროგნოზი. სანამ უშუალოდ გადავიდოდე ვარიანტების გაშლაზე, ინფორმაციის ანალიზზე, მანამდე ჩემი თხოვნა იქნება გააზიაროთ, გააშიაროთ, დაალაიქოთ ვიდეო, გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები, რა თქმა უნდა ვიდეოს მოსმენის შემდგომ. რა მოვიდა თქვენთან ახლოს, რა გენიშნათ, რა მიიღეთ თქვენად, თქვენს პროგნოზად, რომელი ვარიანტი მოვიდა თქვენთან ახლოს და მოკლედ ასე გამოხატოთ თქვენი უკავშირი. პირველი ის, რომ ჩემთვის ეს საინტერესოა ნამდვილად, იმიტომ რომ ჩემს მიერ გაწეული შრომა, დრო, ძალისხმევა, რა თქმა უნდა, ემსახურება ადამიანებს და ადამიანების საუკეთესო ინტერესებს. პირველ რიგში ეს არის სულიერი განვითარება, შემეცნება, მეტად გაძლიერება, მხარდაჭერა, ენერგეტიკული მხარდაჭერა ადამიანების მიმართ, ვინც დაინტერესებულია ზოგადად ტაროს გაშლებით, მანტიკით და არა მხოლოდ ტაროს თემატიკით, არამედ ზოგადად სულიერი განვითარებით, იმიტომ რომ ჩემი კონტენტი, ჩემი გვერდი ეს მხოლოდ ტაროს გაშლები არ არის და ვინც აქტიური მსმენელები და მაყურებლები ბრძანდებით, ჩემი აქტიური ფოლოვერები, თქვენ ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩემი კონტენტი არის უფრო ვრცელი, ვიდრე მხოლოდ ტაროს გაშლებია. ტაროს პერიოდული გაშლები მიზნად ისახავს ადამიანების სულიერ გაღვიძებას, ადამიანების ენერგეტიკულ მხარდაჭერას, მათ ენერგეტიკულ გაძლიერებას, როდესაც ადამიანი არის ინფორმირებული, როდესაც ადამიანმა იცის თუნდაც ერთი კვირის პროგნოზი და თუნდაც ზოგადი წარმოდგენა აქვს თავის ერთ კვირაზე, ან თუნდაც სხვა თემატიკაზე, ხო, მარტო კვირის პროგნოზებს მე არ ვდებ სხვადასხვა თემებთან დაკავშირებით, საკმაოდ სიღრმისეულ და ვრცელ გაშლებს. ჩემი ვიდეოები არ არის 3 წუთიანი, 2 წუთიანი, 5 წუთიანი, არის 35, 40, 45 წუთიანი ვიდეოები, სადაც მე ძალიან ვრცლად ვსაუბრობ თითოეულ ვარიანტზე და შესაბამისად ვცდილობ მაქსიმალურ ინფორმირებას ადამიანებისა, ხო? ამიტომ შესაბამისი უკავშირი თქვენგან იქნება თქვენი ხედვების, თქვენი შთაბეჭდილებების დაფიქსირება, ამით პირველ რიგში გამოხატავთ თქვენს უკავშირს ჩემთან მიმართებაში და მე ყოველთვის ვკითხულობ კომენტარებს დიდი ინტერესით. ეს არაერთხელ გამიჟღერებია, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ის ადამიანები, ვინც არიან ჩემი მსმენელები და მათი აზრიც მაინტერესებს. ბუნებრივია, ჩემი თავისთვის არ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ხომ ვაკეთებ სხვა ადამიანებისთვის. ეს ერთი და მეორეც, როდესაც ეს უკვე ტექნიკური საკითხია, როდესაც ვიდეოზე არის ბევრი ლაიქი, ბევრი კომენტარი, ის უფრო ვრცელდება, უფრო ნახვადობა ემატება და შესაბამისად ბევრი ადამიანი, ვისაც ანალოგიურად თქვენს მსგავსად აინტერესებს ასეთი ტიპის ინფორმაცია, ასეთი ტიპის კონტენტი, ისინიც ნახულობენ, ისინიც ისმენენ, ისინიც კითხულობენ და შესაბამისად ასე ხდება ჯაჭვური პრინციპით, ასე ვთქვათ, ადამიანების მიერ ურთიერთდახმარების და ურთიერთმხარდაჭერის გამოხატვა. რეალურ ქმედებებში ყოველ შემთხვევაში და არა მარტო რაღაცა საკუთარ წარმოსახვასა და ფიქრებში, ხო? თუ გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ, რაღაცით ეს ქმედებაში უნდა გამოვხატოთ. კარგით, და მოდით მართლაც თქვენ ვფიქრობ, მე იმ ხელა შესავალი გავაკეთე, რომ უკვე მოფიქრებული გაქვთ თქვენი ვარიანტი. თუ არა და შეგიძლიათ დააპაუზოთ ვიდეო და მოდით ვნახოთ რას გვეტყვის პირველი ვარიანტი. პირველ ვარიანტში მე მგონი უნდა ჩანდეს ეს არკანები კარგად. პირველ ვარიანტში ჩვენ ვხედავთ ხმლების პრინცესას, ეს არის ისეთი საკმაოდ
ცივი ლოგიკური ენერგეტიკა, უფრო მენტალის ენერგია, ეს არის ფიქრები, ჩვენი აზროვნებითი პროცესები, ჩვენი ინტელექტუალური შესაძლებლობები, ჩვენი ხედვები გონებაში, ხო, გონების თვალით, რასაც ვხედავთ, რასაც ვაფასებთ, რაზეც ვფიქრობთ. შესაძლებელია თქვენთვის, მათთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი, ეს ერთი კვირა იყოს დაკავშირებული ისეთ პროცესებთან, რომელიც საჭიროებს გონიერ, უпростоრად ლოგიკურ აზროვნებას, გონებით რაღაცეების გადაჭრას, შეიძლება მოგიწიოთ გადაწყვეტილების მიღებამ, რომელსაც საჭიროებს უფრო ცივი რაციონალური აზროვნება და მაქსიმალურად გამორთვა გულისა და ემოციების. ამ შემთხვევაში გული და ემოციები არ გამოგადგებათ, პირიქით შეგიშლით ხელს. თუ თქვენ ამ ერთი კვირის განმავლობაში გაქვთ რაღაცა კონკრეტული თემები გადასაჭრელი, ტარო ძალიან ესე გონივრულად მიგითითებთ და გაძლევთ ისეთ მინიშნებას, რომ აქ უკვე საჭიროა გონების ჩართვა. შესაძლებელია თქვენთვის ამ ერთი კვირის განმავლობაში გააქტიურდეს ისეთი თემები, რომლებიც საჭიროებს დაკვირვება. შეიძლება ვიღაცას დააკვირდეთ. ძალიან ისე დეტალურად ჩაუკვირდეთ ვიღაცის საქციელს, ვიღაცის სიტყვებს. შეიძლება მეტად დამკვირვებელი გახდეთ. ვინ რა გითხრათ? ვინ როგორ გამოხატა თავისი სათქმელი თქვენთან მიმართებაში, ვინ როგორ იქცევა, ვის რა ეკუთვნის თქვენს ცხოვრებაში, ვის რა ადგილი ეკუთვნის. ეს გონებით ჭვრეტა გახდება ძალიან აქტიური თქვენთვის. შესაძლებელია ეს თემები დაკავშირებული იყოს სიმართლისა და ტყუილის გამორკვევასთანაც, შესაძლებელია რაღაცამ, რაც გაეჭვებთ, ან ვიღაცამ ვინც გაეჭვებთ, ხომ, თქვენს ცხოვრებაში ფიქრობთ, რომ რაღაცას შეიძლება ადამიანი ბოლომდე არ გეუბნებათ, ან ბოლომდე გულგახსნილი არ არის, ან შეიძლება რაღაცას გიმალავთ, გატყუებთ და ასე შემდეგ, ხომ? გულწრფელობის ელემენტები ნაკლებია. აი ამ ერთი კვირის განმავლობაში შესაძლებელია თქვენ ისეთი დაკვირვება აწარმოოთ, ან ისეთი სამუშაო ჩაატაროთ, რომელიც გამოამჟღავნებს სიმართლეს და ყველაფერს დაგანახებთ ძალიან ცხადად. და ეს იქნება თქვენი უშუალო ჭვრეტის, თქვენი უშუალო აზროვნების პროცესებთან დაკავშირებული, თქვენ თუ და ასე ვთქვათ, თქვენ თავადვე გამოავლენთ სიმართლეს. ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ცივ ლოგიკურ აზროვნებასთან, გონიერებასთან, გონებისა და გულის გაყოფასთან, გულისა და ემოციების მაქსიმალურ გათიშულობასთან და ყველაფრის უფრო ცივი რაციონალური გონებით შეფასებასთან. აი ეს პროცესები შემოვა თქვენს ცხოვრებაში ამ ერთი კვირის განმავლობაში, ალბათ დგას კიდეც ამის საჭიროება, რადგან ესეა შეიძლება მოგივიდეთ პატარა წაკამათება, კინკლაობა, კონფლიქტი, სიტყვიერი შელაპარაკება ვინმესთან, მაგრამ ეს კონფლიქტიც, ეს შელაპარაკებაც გარკვეულ მიზნებს ემსახურება და ეს მიზანი პირველ რიგში არის საბოლოოდ სიმართლის გამორკვევა, სიმართლის დადგენა თქვენთვის საინტერესო ამა თუ იმ თემაზე. ეს თემები, რა თქმა უნდა, ყველა ადამიანისთვის ერთი არ არის. ვიღაცისთვის შეიძლება ეს შეეხებოდეს სამსახურებრივ თემატიკას, ვიღაცასთან მეგობართან ურთიერთობას, ვიღაცასთან სიყვარულს ეხებოდეს ეს ყველაფერი, ვიღაცასთან თუნდაც სახლის თემებთან, ოჯახთან, მშობლებთან და ასე შემდეგ. ყველასთვის ეს იქნება თითოეული თქვენგანისთვის, ვინც აირჩიეთ პირველი ვარიანტი ინდივიდუალური, მაგრამ მთავარი საკვანძო სიტყვები ეს იქნება სიმართლის დადგენა, ეს იქნება გონებითი პროცესების გააქტიურება, დაკვირვება, გარკვეული სამუშაოების წარმოება იმისთვის, რომ ეს სიმართლე დადგინდეს და შეიძლება გარკვეული პატარა სიტყვიერი შელაპარაკება, კონფლიქტიც მოგივიდეთ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე. აი ესეთი ენერგეტიკა, ესეთი ენერგიები ამოვიდა პირველ ვარიანტში. ჩემო მეგობრებო, დამიწერეთ თქვენი შთაბეჭდილებები, თუ მოვა ეს ყველაფერი თქვენთან ახლოს, რა თქმა უნდა. მოდით ვნახოთ მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტში ჩვენ უფრო მიწიერ მყარ სტაბილურ ენერგიებს ვხედავთ, თუ პირველ ვარიანტში იყო უფრო გონებითი პროცესები, გონებრივი მენტალის ესეთი ენერგიები. ჰაერის სტიქია, მეორე ვარიანტში ჩვენ უფრო მიწის სტიქიას ვხედავთ, სტაბილურობის ენერგიებს ვხედავთ. აქ შეიძლება მთელი აი ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენთვის სხვანაირად გაჟღერდეს ოჯახის, ფესვების თემატიკა. შეიძლება ძალიან ისეთ უფრო მასშტაბურ გლობალურ შემთხვევაში ვიღაცამ მიიღოს მემკვიდრეობა, ან გაიგოთ, რომ რაღაცა ქონებას ფლობთ და არ იცით ამის შესახებ. ესეთი გამოვლინებაც აქვს ხოლმე ამ არკანს ხანდახან, მემკვიდრეობა, მიწის ნაკვეთის სახლი, რაღაცა კონკრეტული
მატერიალური მიწიერი რესურსი, რომლის შესახებაც ვთქვათ არ იცის ადამიანმა და ეს თემა უცებ ამოტივტივდება. ასევე რიგი ადამიანების შემთხვევაში შეიძლება იყოს ოჯახის ფასეულობების სხვა დონეზე გაცნობიერება. კი, ახლა ჩვენ ყველას რა თქმა უნდა გვიყვარს ჩვენი ოჯახი, ჩვენს ოჯახს, ჩვენს საფუძვლად, ჩვენს ფუნდამენტად მივიჩნევთ, მაგრამ ყოველთვის ერთნაირი გააზრება არ აქვს ჩვენთვის იმას თუ რაოდენ ძვირფასია ჩვენი ოჯახი და რაოდენ არ საფუძველს გვაძლევს ჩვენი ოჯახური ფესვები. აი, სწორედ ასეთი ენერგეტიკა შემოდის ამ ერთი კვირის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში. არ ვიცი რა მოხდება, როგორ გათამაშდება სცენარი, თითოეული ადამიანის შემთხვევაში ეს ინდივიდუალურია, მაგრამ გაცნობიერება მოვა თუ როგორი მყარი საყრდენია თქვენთვის ოჯახი, შესაძლებელია ეს იყოს მშობლების ოჯახი, შესაძლებელია ეს იყოს თქვენს მიერ, თქვენს მეუღლესთან, თქვენს პარტნიორთან ერთად შექმნილი ოჯახი. შეიძლება საერთო ოჯახურ ბიზნესაც ჩაეყაროს საფუძველი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს იდეა მინიმუმ ამასთან დაკავშირებით. ასევე შესაძლებელია იყოს დაკავშირებული ოჯახური ფასეულობების, როგორც აღნიშნე, სხვა დონეზე გაცნობიერებასთან. ან ვიღაცისთვის შეიძლება ეს გახდეს რაღაცა საქორწინო კონტრაქტივით, ესეც შეიძლება იყოს გაფორმება, თუნდაც სიტყვიერ დონეზე, შეთანხმება ვიღაცასთან, რა თქმა უნდა ვიღაცასთან, ამ ვიღაცაში მოიაზრება პარტნიორი, რომელთანაც ჰქონდათ აქამდე ურთიერთობა, მაგრამ ამ ურთიერთობას არ ჰქონდა სტატუსი, არ ჰქონდა რაღაცა კონკრეტული ფორმა, გამოხატულება, შეიძლება ამ კვირაში გააშკარდეს ამ ურთიერთობისთვის კონკრეტული სახელის დარქმევის თემაც, რომ დაერქვას ამ ურთიერთობას სახელი და რაღაცა უფრო ოჯახური სტატუსი, ოჯახური ურთიერთობის სტატუსი მიიღოს ამ ყველაფერმა. ესეც შეიძლება იყოს რიგი ადამიანების შემთხვევაში. ან უკვე განვითარებული, უკვე დაწყებული ოჯახური თანაცხოვრების ფონზე შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესის გაკეთება, რაღაცა კონკრეტული სახლთან, უძრავ ქონებასთან, მიწის ნაკვეთთან, რაღაცა მყარ მატერიალურ რესურსებთან დაკავშირებული თემები შეიძლება გაჟღერდეს რიგი ადამიანებისთვის. მოკლედ ყველაფერი ის, რაც ქმნის მატერიას პირდაპირ სახით. ეს შეიძლება იყოს უძრავი ქონება, ეს შეიძლება იყოს საოჯახო ბიზნესი, ეს შეიძლება იყოს დაქორწინება, ეს შეიძლება იყოს ოჯახური ფასეულობებისა და ღირებულებების სხვა დონეზე, უფრო მაღალ დონეზე გაცნობიერება. აი, ეს თემები იქნება თქვენთვის უფრო აქტუალური მათთვის, ვინც არჩიეთ მეორე ვარიანტი. და მოდით ნახოთ მესამე ვარიანტი. მესამე ვარიანტში ჩვენ წინა ორთან შედარებით უფრო ნეგატიური სცენარი გვაქვს აქ. ეს არის არკანის სახელწოდებით მარცხი, დამარცხება. შეიძლება ეს მოცემულობა ესე პირდაპირ რაღაცა კონკრეტულ თემასთან მიმართებაში მარცხთან არ იყოს დაკავშირებული, მაგრამ იყოს შინაგანად დამარცხება, თქვენი რომელიმე შინაგანი მესკვდომა, იმ მესკვდომა, რომელმაც უკვე მოჭამა თავისი დანიშნულება, თავისი არსი, თავისი როლი თქვენს ცხოვრებაში, თქვენი ეგოსის ნაწილი, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ილუზიები, გარკვეული წარმოდგენები თქვენს ცხოვრების უხედვებთან მიმართებაში, მაგრამ ეს ილუზიები მოკვდა. შეიძლება ესე პირდაპირაც გავიგოთ, ანუ თქვენში უბრალოდ მათ ვინც აირჩიეთ მესამე ვარიანტი, თქვენში არსებული შინაგანი ხედვების, ილუზორული ხედვების, რა თქმა უნდა, მცდარი ხედვების განულება, ერთგვარი კვდომა, ანუ სიმართლის დანახვას, ანუ სიტუაციის დანახვა ზემოდან. თითქოს რაღაცა უფრო სხვანაირად ხედავთ ყველაფერს, სხვანაირად აანალიზებთ და ეს თქვენი ილუზიები მარცხდებიან თქვენთან მიმართებაში. რა თქმა უნდა, ეს არ არის უმტკივნეულო პროცესი, ეს გარკვეულ დანაკარგის განცდასთან არის დაკავშირებული, მაგრამ რაც მთავარი ადამიანი ხედავს სიმართლეს, ხედავს უფრო მაღალი დონის რეალობას, ვიდრე ქონა მას თავიდან, ხომ? ამიტომ შესაძლებელია ეს მარცხი დაკავშირებული იყოს გარკვეულ იმედგაცრუებებთან, რასაც მოიტანს ეს კვირა. იმედი შეიძლება გაგიცრუოთ კონკრეტულმა ადამიანმა, ან კონკრეტულ რაღაცა პასუხსელოდებით, რაღაცა საბუცელოდებით, ან პასუხსელოდებით და ეს პასუხი არ აღმოჩნდეს დადებითი, არ აღმოჩნდეს თქვენთვის მისაღები და შესაბამისად ამან გამოიწვიოს ამ მარცხის განცდა. ასევე შეიძლება აქ დადგეს კონკრეტული არჩევანის თემატიკაც. არჩევანის თემატიკა
იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ გზას ირჩევს ადამიანი, ეგუება იმ თავის მოცემულობას და იმ რეალობას, რაშიც აქამდე იყო, თუ პირიქით უარყოფს მას და აბსოლუტურად გადაусმევს ხას და მიდის ახალი მიმართულებით. აი რაღაცა ესეთიც შეიძლება დადგეს თქვენს ცხოვრებაში, აი ამ ერთი კვირის განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში ეს მარცხი არ არის ომის პირობითად ვამბობ, რა თქმა უნდა, ომის დასრულება თქვენი მარცხით, არამედ შეიძლება იყოს ერთი ბრძოლის დასრულება მარცხით მთლიან ომში, მაგრამ ომი ამით არ ასრულდება, ხო? ომი შეიძლება იყოს ომი, რომელსაც გამოუცხადებთ საკუთარ თავს პირველ რიგში იმისთვის, რომ გახდეთ თქვენი თავის საუკეთესო ვერსია და არ დარჩეთ იმ რეალობაში, იმ მოცემულობაში, რაშიც იმყოფებით ახლა, არ დაკმაყოფილდეთ იმ პროგრამა მინიმუმით, თუ შეიძლება ასეც ითქვას, რაც ახლა გაქვთ შექმნილი, იმიტომ რომ თქვენ შეგიძლიათ მეტი და თქვენ ამას შინაგანად გრძნობთ. უბრალოდ ჩვენ ადამიანებს გვიყვარს უკვე რაღაც ჩვენი კომფორტის ზონაში, რასაც მოვერგებით იქ დიდხანს ყოფნა და ნაკლებად გვიყვარს თავის შეწუხება, მაგრამ ამ მესამე ვარიანტში ჩანს, რომ თქვენი რაღაცა ის ლიმიტი, ასე ვთქვათ, კომფორტის ზონაში ყოფნის ამოიწურა და შესაბამისად თქვენ რაღაცეების დამტკიცება მოგიწევთ. დამტკიცება პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდგომ, რა თქმა უნდა, გარემომცველი რეალობისთვის. აი ესეთი პროგნოზები მოგცა სამივე ვარიანტმა კვირის ენერგიებთან დაკავშირებით, ჩემო მეგობრებო, გააზიარეთ და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რა თქმა უნდა, თუ არ გაქვთ გამოწერილი, გააზიარეთ და ლაიქეთ ვიდეო, დამიწერეთ თქვენი კომენტარები. პირად სეანსებზე კი შეგიძლიათ დამეკავშირდეთ პირადში მესენჯერში, როგორც Facebook-ზე, ასევე Instagram-ზე. დაგემშვიდობებით, დროებით მომავალ შეხვედრამდე.